გამარჯობა ძვირფასებო. გამარჯობა. ხო, გრიპოზულია კვლავ ჩვენი ძმაკაცი, მაგრამ არა უშავს, ხო? ხვალიდან შემოგვიერთდება. დიდი ამბავი მოხდა რამოდენიმე წუთის წინ სოფლიოში 2 საათნახევარი, 3 საათამდე ისაუბრეს ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებმა და ყველას ვისაც უხარია ომი, იმისთვის ცუდი სიახლე მაქვს, მოილაპარაკეს კონკრეტულად რაღაცეებზეც, შეიძლება თქვათ რაღაც, მაგრამ რასთავარია, კარგად შეაფასეს ორივე მესაუბარი და ამერიკის ხელმძღვანელობის განცხადებაში მე მენიშნა ერთი ძალიან საინტერესო აბზაცი, რომ სტრატეგიული მშვიდობის, სტაბილურობის და ძალიან დიდი ეკონომიკური გარიგებების ხანადგება ამ ორ ქვეყანას შორის. ეს ტრამპის ციკია, შეიძლება ტრამპის ციკი ალბათ მეგონია ბოდიში არასწორი სიტყვა იქნება, იმიტომ რომ ტრამპი რეალურად არის პირველ რიგში კონსტიტუციითაც ბიზნესმენი. და იდეაში ყველა დიდი ამერიკელი არის ბიზნესმენი, ხო? იმიტომ რომ ამერიკა რომელიც პირველ რიგში ბიზნესი არის და ეს მათ პოპ კულტურაშიც ესე არის ჩაწერილი, რომ ეს ქვეყანა პირველ რიგში არის ბიზნესი, შესაბამისად ყველა ხატმწერი ფიგურა ამერიკის რეალურად იყო დიდი ბიზნესის შემოქმედი ფორდიდან დაწყებული და მასკამდე დღევანდელობამდე დამთავრებული. შესაბამისად როკფელერები ავიღოთ. კი, ყველაფერი იდეაში რაზეც დგას და რა ფუნდამენტის გააჩნია ამერიკას, ხომ მაგის მიხედვითაა შექმნილი. შესაბამისად ტრამპიც რომელიც ქმედითი, ყველა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ამ საუკუნის ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ქმედი პრეზიდენტი არის, იმიტომ რომ ბიზნესის პრიზმიდან უყურებს ყველაფერს. რა არის მომგებიანი ჩემი ქვეყნისთვის. კი ბატონო. და პირდაპირ თქვათ, რომ ამერიკას არ ქონდა კარგი დღე, აი ესე ვიტყვი. სლიპი ჯოს პირობებში. უდიდესი შიდავალი აქვს. ფული ხარჯებოდა და რაში ხარჯებოდა, კარგად გამოიძია მასკმა და ეს ყველაფერი სრულდება. სხვა შორის კიდევ ერთი ხარჯვის წყარო დაიშრიდა, ეს არის რადიო თავისუფლების ამერიკის ხმა და ამერიკის ხმა მილიარდამდე $, იხარჯებოდა ამ მიმართულებით. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ცოტა ხნის წინ თქვი, ამერიკა უარს ამბობს ინფორმაციულ ინტერვენციაზე სხვა ქვეყანაში, მეხუთე კოლონის ინფორმაციულ უზრუნველყოფაზე, ცივი ომის, მოდი ესე პირდაპირ თქვა, ცივი ომის თავმავლობაზე უარს ამბობს. და ეს არის ძალიან კარგი. კი, ცოტა სხვანაირად შეიძლება ჩემი ინტერპრეტაცია ცოტა უფრო განსხვავებული არის, იმიტომ რომ დღეს რომ არსებული ადმინისტრაცია ხურავს რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას, ეს ნიშნავს იმას, რომ რა იდეალებსაც ატარებს ეს მედია პლატფორმები. ამერიკის სახელით, იმიტომ რომ ეს ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტია, ამერიკის სახელით რა ტიპის იდეოლოგიის პროპაგანდირებასაც ახდენს, ეს არ არის ამერიკული ღირებულებები, რომელსაც წარმოადგენს ეს ქვეყანა და შესაბამისად ჩვენ თვითონ ამას უნდა შევწყვიტოთ დაფინანსება. რომ მაშინ შეცვლიდა იდეოლოგიას, შეცვლიდა ხელმძღვანელობას. მე მგონი ზოგადად ჩემი ის არის, რომ ყველაფერი გარდაქმნას ჯობია დაანგრიო და ახალი შექმნა. მე მგონი ახალსაც არ შექმნის, იმიტომ რომ ხო, შეიძლება რომ არ ჭირდება ამაში. ანუ ის დარწმუნებული, აი უყურე არ ჭირდება რომ რუსეთს შეუქმნას, რუს ლიბერალებს შეუქმნას რაღაცა წყარო საინფორმაციო, რითაც ისინი პუტინის რეჟიმს დაანგრევენ. აი ელაპარაკება პუტინს, ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ, მაგალითად მოელაპარაკა ტყვეების გაცვლაზე ჩააყენეს საქმის გულში, ჰოკეის მატჩებზე მოელაპარაკა შენ ხარ ჩემი ბატონი და ძალიან ბევრი რამეზე. და ძალიან კარგი საუბარი იყო. იქ რაღაც პირობები პუტინმა დააყენა და ასე. არ სჭირდება იდეოლოგიური მოწამვლა ან ზემოქმედება ამერიკას მოწინააღმდეგეებზე. პირდაპირ აქვს იმედი, რომ აი დედას უტირებს. მოდი ვიდეოებზე გადავიდეთ. დღეს გუში გავიგეთ ამბავი, რომ ეს რაღაცა ფონდები, რომელიც დამნაშავეებს აფინანსებდნენ და ახალისებდნენ დაყადაღდა და ნანუკა ჯორჯოლიანი ასეთ განცხადებას აკეთებს მეგობრებო, თუ შეიძლება ნახეთ. ეხლა ჩხრეკარა ჩატარდება ველოდები რომ დრალს ამიყენებენ და არ გამოვრიცხავ რომ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც. მე ვუშვებ ამას. ხო, გეცინებათ. აი ხო ფიქრობთ რომ ქოცებმა რა სიგიჟე შეიძლება ჩაიდინან. მე ამას ვუშვებ. გაგეცინა? ხო გეცინებათ რომ გაგეცინა, რომ სისხლის სამართლის საქმე პოტენციური შეიძლება აღიძრას, იმიტომ რომ მისი განცხადებებიდან გამომდინარე ის
ფაქტია, რომ ფულს შორის, რომელიც უცხოეთიდან მოედინება და კონკრეტულ ამ ფულის ამღებებს შორის ეს გოგო არის. არის ფაქტია, რომ ძალადობრივი აქციები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, მისი ერთ-ერთი მთავარი გახმოვანებული დამფინანსებელი იყო ეს ნანუკას ფონდი. ამოფარება იმაზე, რომ აი მე ვეხმარებოდი გაჭირვებულებს, ეს სახელმწიფოს იურისდიქცია არის. და ამას სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობა და ასრულებს. შესაბამისად, სახელმწიფოს არ ჭირდება ნანუკას ფონდი იმისთვის, რომ ვიღაცას ჯანდაცვა დაუფინანსოს და ასე შემდეგ. ამიტომ ამის ფარადაფარება, რომ მეწამართვეს გაჭირვებული ხალხის დახმარების რესურსები არის აბსოლუტური პოპულიზმი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხო გამოქვაბულში თუ ცხოვრობს ვინმე იმათვის ალბათ სხვანაირად უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ვინც გამოქვაბულის მიღმა გვიყურებს, იმათვის ძალიან ცალსახაა, რომ ნანუკას ფონდი ამ აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო და შესაბამისად აჯარიმებს ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევებს, მათ შორის ქუჩის გადაკეტისთვის. საკმაოდ სოლიდური თანხით. შენ როცა იცი წინასწარ, რომ უზრუნველყოფილია რომ ამ თანხას გადაგიხდი, რა თქმა უნდა. შენ უბრალოდ მიდიხარ ამ სამართალდამრღვევაზე, კაცო. და როგორც სამუშაო არის ის, ანუ პრობლემა როგორც მაგალითად, ან ჩვენ რატო ვისმენთ, რომ ვიღაცები არიან გაფიცვაში. ნუ რამ გაფიცვას უფინანსება. კი ბატონო. და შესაბამისად გაფიცვა იმის არის, რომ შენ ესე იგი ისე დიდიას ემსახურები, რომ შენ არ გიღირს შენი სარჩო. ამად იდეა უფრო მნიშვნელოვანია და როცა შენ თეატრ მაგალითად ის თეატრის ერთეული წარმომადგენლები როდესაც გარეთ გამოდიან და რომ ამბობენ რა ჩვენ გაფიცვაში ვართ ეს გაფიცვა მათთვის სუბსიდირებული არის და შესაბამისად მათ აღარ უწევთ თეატრში დადგან პერფორმანსები რუსთაველზე დგამენ პერფორმანსს და მაგაში მაინც ფულს იღებენ. თქვა ჩვენ თეატრზე გამახსენდა ძალიან მნიშვნელოვანია დოისად არის ახლა ანუ პერიოდულად ჩვენ რადარები უნდა მომართოთ დოიზე ნიკოლოზ რაჭვაზე შენ ბევრჯერ მითხარ რა გაუხურეო საქმე მაგრამ მე მაინც წვილად აღვიქვალ და მე ვიტყოდი რომ ჩვენ ძალიან დავიწყებული ჭოლაზე მე მაინტერესებს დოი ჭოლა და ნიკოლოზ რაჭველი რა რევოლუციურ ქმედებებს ჩაუდგა ჭოლა არის გაცილებით უფრო ჭკვიანი გაცილებით უფრო დასრული ადამიანი ის აკეთებს თეატრს გააკეთა თავის თეატრი აშლაგები აქვს იმ თეატრში და ხო ხედავ არც ჩაერია და არც მაინდამაინც თავით შეიჭრა აი ამ სიგიჟეში ერთი-ორჯერ გაიელვა ისიც უბრალოდ მოვალეობის მოხლის მიზნით და გააგრძელა თავისთვის ფულის და თეატრის კეთება. ანუ სამიჩი? ეგეთი იყო ეგ ყოველთვის კაცო და აი ეს ისტერიული ტიპები კიდე დანარჩენები კიდე ნუ კარგი უგულავა გავუშვათ ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს. ისტორიულად ბევრი მაგალითად სხვათა შორის საქართველოს მოქალაქეებმა ეს მოულოდნელები ყველაზე მეტად მოულოდნელი იქნება ეს იმ თუ რამე იქნება მოულოდნელი ხო აი ისეთმა რამემ შეიძლება ამოაყირაოს რომელსაც ვერც წარმოვიდგენთ ეს გასაგებია ეს პოლიტიკური პროცესებს გააჩნია შეიძლება რაღაც მოხდეს ჩვენი ამოცანა იყოს მუდმივად მათ მისაფექვეში ეწოდეს და თუ შენ მუდმივად ბურთს აგორავებ გოლს გაიტან ეხლა ჩვენი პრობლემა ის არის რომ ჩვენ პოსტა ვაგორავეთ ბურთს მაგრამ გამწვავებაზე ვერ მივდივართ მაგრამ ამასაც თავის დრო აი რამე შენი ნაგორავები ხელახლა გასაგურებელი გიგი ეს განცდა ეს სასოწარკვეთილი განცდა რომ რაღაცას აკეთებენ ბურთს აგორავებენ აი უბრალოდ საიდან უჩნდებათ რომ აი ვიღაცა 500 თუ 400 ადამიანი მცირედროით რომ კეტავს და ჯარიმებს იკიდებს იმ ჯარიმებს ეს არის ბურთის გორაობა თუ აი რა არის ვერ ხვდები უბრალოდ აი ანუ მაგალითად უყურე აქციების ქრონომეტრაჟი დათვლა რომ მიდის რომ აქციის 100 მე რაღაც დღე 100 მეორე დღე ამას რატო აკეთებენ რომ ანუ ეს არის უწყვეტი პროტესტი რომელსაც მე ანუ ინტერპრეტაციას ვიკეთებ რომ ეს არის ხალხის ეს არის ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის და ჩვენ ხა რეალურად უყურებთ ხო და მედიაში რომც არ უყურებთ გავივლით რა ბოლო-ბოლო რუსთაველზე მანქანი ჩავრი და ნახავ რეალურად რა ხდება რუსთაველზე თუ სამართალდამცავს არა გადაკეტილი იმის რომ ისევ მათი კომფორტისთვის ჩაკეტოს ის კონკრეტული ტერიტორია რომ ვიღაცა არ მივიდეს და არ აგინოს გაივლი და ნახავ რეალურად ეს სახალხო პროტესტი რად არის გადაქცეული მე ვიდეო ვნახე არ შეიძლება გაშვება იმიტომ რომ გოგონა რომელიც იღებს არის პროტესტის მონაწილე ბავშვია რა ახალგაზრდა ძალიან ახალგაზრდა გოგონაა და ისეთი უწყლაწური სიტყვებით იგინება გადაღების მომენტში ისმის ეს რომ არ მინდა გავუშვა მაგრამ მოდის რაღაც გარკვეული ჯგუფი ერთი 50-60 ადამიანი დოლით საყვირით და
ხალხს დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს როგორ უნდა დაუბრუნდეს, როცა ისაც ხალხთან არის. ანუ რა უნდა გაუშვან საზოგადოებრივ მაუწყებელზე? ისეთი, რაც ვახო სანაი უნდა დასვა. აქამდე ხო, მაგრამ ნინო ჟიჟილაშვილი. თავიანთი წამყვანები ყავთ, ვიცით, ფორმულას არავინ არ მაგალითად, ხო? ფორმულას არავინ არ უყურებს. არც ხო, ანუ კი ბატონო, გეთახვები. კი, გეთახვები 100% რას უყურებთ. კრავიტებს ეგ ჩვენი ის არა ერთად დათვლის და ხო, გავიგე, ანუ იცი რა, მიღწევა არის რომ მივიდა რაღაცა ჯგუფი ახალგაზრდების საზოგადოებრივ მაუწყებელში და ორი კაცი შევიდა და არის ყიჟინა, რომ აი რაღაცას მივაქციე. ორი მდგენელი აქვს. ერთი ის რომ ამ აკერმანის გეგმაში ამ საერთაშორისო deep state-ის რევოლუციურ სახელმძღვანელოში ერთ-ერთი აუცილებელი შესასრულებელი თავი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღება, ასე შემდეგ. რასაც ანუ ჩვენ გავს პროცესს ხო, ანუ მართლა ხო იმელის შენობა რა განსხვავებაა აი მართლა სრულიად გაუგებლა. ეს არის რომელიც ანუ აი რომ უნდა მოხაზონ რომ ეს შევასრულოთ. და შესაბამისად ანუ რახან ეს დაკვეთა და დავალება არსებობს ეს გრძელდება ამდენი ხნის განმავლობაში. იმიტომ რომ აი ეს ფსიჩიკა იყოს დასმული. რომ კი ჩვენ ამას სახელმწიფოს მიყვებით და კარგად ვასრულებთ დავალებას. თორე ანუ უყურე ამბავი რა არის ბიჭო. ხო. ილუზია ეს რო იყოს რომ აი შეულებრივი ილუზია. ხო ამბობენ რომ ანუ ეს ხალხს, იმიტომ რომ ანუ ხალხს უმალავენ სიმართლეს და აქედან რამდენი ეთერი იყო, ხო? ამ ეთერმა მათთვის პროდუქტიული რა შექმნა. ანუ ამ ეთერების მერე გაიზარდა მათი გვერდში მდგომთა რიცხვი, ამ ეთერის მერე თუნდაც სოციქსელში გაიზარდა მათი მხარდამჭერთა აქტიურობა, ანუ ნულოვანი შედეგი ჰქონდა, ხო ამას? და ეს არის მხოლოდ გაკეთებული, იმიტომ რომ ეს არის სახელმძღვანელოს მიხედვით გასაკეთებელი საქმე და ამას აგრძელებენ როგორც აგრძელებენ იმას, რომ 300 მაქსიმუმ კაცი იკრიბება დღემდე, ხო, დგანან და ამბობენ რომ აი დღეს გადავკეტეთ. აი თაკო ჩარკვიანი ბრძენი ქალია სხვათა შორის და მისთვის რომ დაეჯერებინათ და ლეიბები რომ დაეყარათ და წაწოლილიყვნენ დღეს საერთოდ სხვა მდგომარეობა იქნებოდა, მაგრამ ეხლა ჩავლილია მატარებელი, მაგრამ აი ნახე რა საინტერესო და ბრძნულად საუბრობს პროტესტზე. გავშვით თუ შეიძლება. მე ღრმად მჯერა, რომ იზოლაციაში ქვეყანას ტოვებს ეს ხელისუფლება, ესე იგი, შენ ასხამ რუსეთის წისქვილზე წყალს, მე რომ შენ ამას გეუბნები, მე ქუჩიდან არ უნდა გავიდე. ანუ 200.000 მარტო ერთი ცალი თამარჩარკვიანი კი არა. აბა ერთი ცალი კონის არ იყოს, განა რა შემიძლია, იქარა ვარ, აბა რა ხდება არა, ბავშვები იქ არიან თავსი კლავენ ეს ახალგაზრდები რაღაც, მაგრამ ხო ხედავთ, კლებაზე წავიდა, რატომ? იმიტომ რომ არასწორად წავიდა პროცესი. რატომ წავიდა არასწორად? იმიტომ რომ ნაადრევად საბნის გადაწევა მოუგებელ ბრძოლაში არ შეიძლება. ხო. ხო, მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე თვითაღიარებები. არა, გაუმიზნავი თუ გამიზნული. ოღონდ რა აღიარება, სად გადაწიეს საბანი? როცა თქვენს რომ გავიმარჯვეთ. მან როცა ან ოღონდ უკვე როდის იცი ნოემბერში რო აქციები დაიწყო კი არა. აი 26 ოქტომბერს იდიოტი საჯდომით მებრძოლი ჯაფარიძე რო გამოვიდა და აი სულ მინდოდაო ამის თქმაო და ხო ქართული ოპოზიციაში გადის აი მაგდღიდან მოხდა ეგ? არა, უყურებელ არის არასწორად წავიდა პროცესებიო. და ამიტომ ხალხის კლება ამიტომ იყო. რა პროცესები წავიდა? ანუ თავიდანვე არასწორად იყო. თავიდანვე ეს ქარიშხალი ჭიქაში იყო, რომელიც რაღაც გარკვეული ფინანსური ნაკადებით იკვებებოდა. უბრალოდ ვიზუალურად ხედავენ რომ და რა თქმა უნდა ვერ უარყოფენ რომ შემცირდა ხალხი და რატო არც იციან და არც უნდათ ამის აღიარება. კუტაბიჭი მე ან ხო სანამ კუტაბიჭი Pink Floyd გავუშვებ. Pink Floyd ხო? ეს ტიპი არის Pink Floyd. ჩვენ ხედავთ და უკვე ანუ ჩვენ აღარ გვჭირდება რომ რაღაცა თეორიები წავიკითხოთ და იმას გავესვენთ, ანუ იმდენად თვალში საცემი არის ეს ყველაფერი, ანუ მართლა განსაკუთრებული დაკვირვება აღარ ჭირდება. მაგალითად ხშირად ვახსენებთ ხოლმე ხო deep states და ამაზე მე ოპოზიციისგან და ლიბერალურ ბაბლებისგან მოდის ერთი ხორხოცი თითქოს რაიმე სიცრუეს ვამბობდეთ. მოქმედების არეალი როგორი არის, ხო? ან როგორი აბსურდულიც. როგორი სამარცხვინოს, როგორი ტრაგიკომიკურიც არ უნდა იყოს დავალება, ეს დავალება უნდა შესრულდეს, იმიტომ რომ ეს არის სახელმძღვანელო წიგნის მიხედვით გაიდბუქს უნდა გაყვე და ნუ ეხლა მაგალითად ვახსენეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს რაღაც ყოველ
რამდენიმე დღეში ერთხელ პიკეტირება, ის რომ ამ რუსთაველზე პროტესტი დაერქვას უწყვეტი პროტესტი და ეს ხო მარტო მაგიტო არ რა თქვა რომ აი ამდენი ხანი ეს ქართული ხალხის ნება არ ჩერდება ზამთარ კი ბატონო და აი ალბათ გუშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მსგავსი დავალების კარგი ილუსტრაცია ჩეხეთის საელჩოს პასუხი პარლამენტის საგარეო კომიტეტის დასკვნაზე რომ ჩვენო რა შუაში ვართო დასპარას მოიცადა ჩვენო რა შუაში ვართო საერთოდ გაცხადებულებას ვქოთ ჩვენო რა შუაში ვართო ჩვენმა პარლამენტის საგარეო რა ის გააკეთა საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ო თან საპარლამენტო რესპუბლიკაზეც არის საუბარი ანუ ჩვენ ძალიან მარტივად ხედავთ deep state-ის დავალება როგორ იშლება და რომ მის აღსრულებას აღარ ჭირდება არანაირი არგუმენტაცია. ეს არის უბრალოდ მარტო ემოციაზე დაფუძნებული და ის რომ ანუ იქნება ამ ემოციაზე წამოვიყოლოთ შემდეგ ვინმე. სხვა უკვე არანაირი ჩეხეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად ძალიან აქტიურობს ლიბერალური ინტერნაციონალის, გლობალისტური ინტერნაციონალის შენარჩუნების საქმეში, იმიტომ რომ აი რადიო თავისუფლებაზე განვაგრძობ, რომ დაიხურა ჩეხეთმა ატეხა ამბავი და ჩეხეთის პრეზიდენტმა ატეხა ამბავი და იმიტომ რომ მან პრაღაში იყო ეგ რადიო ალბათ მაგიტომაც რა და გააფრთხებული კიოდა რომ ევროპამ უნდა დააფინანსოს. მილიარდ ევროს ევროპა ამ გაჭირვების ჟამს თალკე იარაღზე უნდა გამოყოს, თალკე უკრაინას დაეხმაროს, თალკე რადიო თავისუფლება, ნუ ეს სიგიჟა. კუტაბიჭი გავუშვით. ის გაცდამიჩდება რომ აი მშობელი რო ხარ და შვილს ეკითხები ხვალ ქართულში რა გაქვს იგივე რო გეტყვის კაი გამოვიდე რა გაქვს ქართულში და იგივეს რო გეტყვის ხო ხვდები რომ იმას მეცადინეობა ეზარება და რაღაცას გატყუებს და ჩემთვის ახლა ეს პროცესით რაღაც ესე გამოიყურებთ რომ მეუნებიან იგივეს ეს იგივე უკვე გავიგე ესე იგი ამ ხალხს ოპოზიცია ახლა არ მეცადინეობს უნდა რომ გავიდეს იგივეთი და იგივეს თან მიმართებაში მე მაქვს სკეპტიციზმი მე არ მაქვს ახლა კაფეო ფორმულა რას უშოლის მაგრამ ერთი რაც ვიცი იგივეთი ვერაფერს ვერ ვიცავ და თავის მოტყუება და დროის გაწევა და საკუთარ არსებობის გამართლების ძიება და მე ეს პროცესი მხოლოდ გონია რომ სპექტში ეს არის საკუთარი არსებობის გამართლების ძიება რომ ეხლა ამან რაღაც თარიღი დავკიდეთ ამ თარიღამდე ერთად კოორდინაცია რაღაც ახალი სიტყვები მოფიქრდება და ეს არ მომწონს ხო აი როდის გაიგებენ რომ თავიდან ბოლომდე ყალბი პროტესტი არა აქ ჩემთვის სასაცილო არის სასოწარკვეთა და ეს სასოწარკვეთა საით არის მიმართული ანუ ეს არის მიმართული დავალების მიმცემებისკენ ხო ბიჭო ანუ ეს არის ადამიანი რომელიც არის ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ანუ ეხა მე ვლაპარაკ ანუ უყურე როგორ ამბობ მე ვლაპარაკობდი თქო პოზიტივის სახელით და ვამბობდი რომ ანუ ამარხზე რაღაცა ეს არ მომწონს და რატო არ ხდება შიგნით ვარ და რაღაც დავждეთ და ერთად მოვილაპარაკოთ და განვავითაროთ ხო ტიპი გამოდის ოპოზიციის წარმომადგენელი და ამბობს რომ ჩვენთან რაღაცა რიგზე არ არისო ერთი და იგივეს ვაკეთებთო ყოველდღე. ნუ ერთი და იგივეს გავალებებს მასწავლებელი და ამ შემთხვევაში ზემდგომებს მიმართოს რაღაც ახალი გითხარით რა უნდა უთხრა. ვერ შვებით ვერაფერს ამ უკვე რა სახელმწიფოს მოგოს. მე ველი მომენტ ეს უკვე ხო ახალი უნდა გააკეთო. ამათ გარეცხვას. მრავალშვილიანი მამა რომ მე-18 შვილს მოათხევს და რა ვქნა თორს რო ეკითხება გავრეცხოთ თუ ახალი გავაკეთოთ ახალი უნდა გაკეთდეს ახალი უნდა გამოიჩორკნოს ახალი ბურატინო ამათგან არაფერი აღარ გამოვა ხო და მე უბრალოდ ველია როცა ეს სასოწარკვეთა ყველას მოიცავს პატარა 18-19 წლის ბავშვებს რომლებიც დარბიან ქუჩაში მეტი უსილა აქვს და გასაგებია რომ გაზაფხული მოდის და 500-1000 ბავშვი უნიობის ხო ნუ გამოინახება ყოველთვის მაგრამ აი ეს ტიპები საერთოდ ხელიდან წავდნენ აი ლევან სანიკიძე გავუშვით ნახეთ კიდევ ეგოებზე ეს არის ეგოების თამაში, რაც ოპოზიციას ჭირს, რომ ერთი მეორეს ვერ უთმობს, ვიღაცამ რაღაცა დაუშავა 2009-ში, ვიღაცამ რაღაცა დააშავა 2019-ში, მე იმასთან ვერ დავждები, მე პირველობას ვერ ეს იგრძნობა. და ვინც შიგნით ვარ, ხო? აი ამ პროცესის თანამონაწილე ვარ. შეიძლება იმ მაგიდასთან ვერ ვზივარ, სადაც სალომე ზურაბიშვილია. მაგრამ ნუ იგრძნობა ეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეგოებთან, ამბიციებთან დაკავშირებული გაუგებრობა. იმიტომ მე არ მესმის რუსთაველის გამზირზე რომ არბევდნენ, საერთოდ არ მაინტერესებდა მე ფიზიოლოგიურ ხსნარს, რომელი პარტიის ამომრჩეველს ვასხამდი. ხო. ეს და მამამისი ხშირად არიან შემჩნეული, რომ ხალხის გვერდში დგანან დარბევის დროს. გვინახავს ერთი კადრი. მცირე ანალიზი რო ჩავატაროთ.
ამათ რა უნდათ? იძახიან არ გვინდა ბელადიო, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ეგოები არ სურთ, თუ იქ ბრძოლის დროს არ ხდება დისპოზიციების გადამოწყვეტა და მათ ხო იცი შენ რამდენი ხმა მიიღე მინის ამაზე ბაზარი ხო? ვაფშე ნაცები სადღაც მე მგონი ესენი ეგალიტარიანულ საზოგადოებას აშენებენ, ხო ის ეგალიტარიანულ საზოგადოებას აშენებენ. ალბათ, ეგალიტე, ფატერნიტე, ხო და ანუ უნდათ ბელადი. ბელადი არ გვინდაო იძახიან, ლიდერი არ გვინდაო და სალონზე განაწყედებულები არიან. მიშა მან ალფაც და ომეგაც არის ეგ საბოლოოდ. ყველაფერი დაიყვანება მიშა. მიშა საკუთარ თავს აღარ უნდა. ამათ უნდათ ბიჭო, ნუ ეხა ფაქტი არის, რომ ოპოზიცია და რეალურადაც რო შეხედო რა. მიშა რომელიც არის გაცილებით უფრო პერვერტი, გაცილებით უფრო ძალადობრივი ბუნების, გაცილებით უფრო ენერგიulis მათ შორის. ვიდრე ანუ ყველა გუბაზი ერთად აღებული. ხო ხვდები? და ნუ ეხა მიშა არის ის არსება ადამიანს მე ძალიან გამიჭირდება და დავარქვა, რომელმაც ის 9 წლიანი ტერორი შექმნა, რომლის მოსწრენიც ვიყავით, ხო? რა თქმა უნდა. და მთელი ოპოზიციური სპექტრი დღემდე მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-4 წელი მიდის, რაც ციხეში არა, იმაში, ვიუამენის პალატაში ზის ეს არსება, მაინც მის ირგვლივ ტრიალებს. მაინც მის როგორ აი მითხარი როგორ ვერ იტყოდი მაშინ. ვერ ვიტყოდი, არ ტრიალებს მისი. როგორ არ ტრიალებს მითხარი? იმისთვის რომ მის გარშემო იტრიალონ, რაღაც გარკვეული ქმედებები უნდა მაგალითად რომელსაც აანონსებდნენ, რომ ჩვენ კედელს შევასწრებთ მიშას გამოსაყვანა და ლიბებს გავშვით და ასე შემდეგ. დაიღალა. ჩვენ ხო დავიღალებთ მიშასგან. ისინიც დაიღალნენ. ნამიშარები. უყურე, ეგენი იცი რას ხედავენ, რომ მაგ კალიბრის პერვერტი ხო უკეთესი სიტყვის არარსებობის გამო. მაგ კალიბრის პერვერტი მათში ჯერჯერობით ანუ უყურე იქ რაღაც იტყვი გახარია, მოღალატე, სიტყვის არაკაცი რა. იქ იტყვი ხაბეიშვილი აბსოლუტური დეგენერატი, ცხელთავიან. ანუ მაგ კალიბრის პერვერტი და პოლიტიკური პერვერტი ოპოზიციამ ვეღარ შვა და ყველაფერი არის მისი კალკი. ხო და უყურე საბოლოოდ მაინც მაგის კალკამდე დაუყო. მიუხედავად ამისა, მათ ზუსტად იციან რომ მიშას არის საფრთხობელა. კი, მაგრამ მიშა არის идеალური, ანუ მიშა არის идеალური აგენტი, რომელიც იყო 9 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ჩამოწერილი აგენტია ჩემი. კი, ჩამოწერილი, მაგრამ ეს ხო იყო სახელმძღვანელო აგენტობის. სახელმძღვანელო უცხო აგენტობის, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ყველაზე მეტი დაუშავა. შესაბამისად, ანუ ამათვის ეს არის ვისგანაც უნდა შექმნან ასლი. და იმდენად იდიოტები არიან, იმდენად ინტელექტუალური ბანკროტები არიან, რომ მიშას ასლი ამათმა ვერ შექმნეს. იყო მცდელობა გახარიაზე, იყო მცდელობა მელიაზე, იყო მცდელობა გვარამიაზე, ვერ შექმნეს ეს. ვერ შეიქმნებოდა, იმიტომ რომ ეს მართლა სასწაული მოვლენა არის ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ზოგადად ანალიზი რომ ვთქვათ, რა ხდება ახლა სრული ფრუსტრაცია არის საბოლოოდ ბოლო მოუღო აი ტრამპი და პუტინი ერთად რომ დადგებიან და ხელს ჩამოართმევენ და გარიგებას რომ დადებენ მრავალ მილიარდს დიარს აი ეგ საბოლოოდ ბოლოს მოუღებს ამ ნარატივს ანუ მათ კი არ მოუღებს ბოლოს მოუღებს ამათ ფლობელებს და როცა შენ აირჩიე უბრალოდ აი ჩვენ გახსოვს ეს ლობჯარია რომ რეკავდა უცხოელებთან და ჩვენ აქ რაღაცებს ლაპარაკობთ მაგრამ ამის დედავატირე გავოდით განცხადება გააკეთეთ თორე ვიღუპებითო აი ეს როცა მონობას შენ თვითონ არჩევ ირჩევ და ქართულ სოციუმს წდები და მხოლოდ იქ აგაქვს ლეგიტიმაცია კი არა ნუ ლეგიტიმაციაც არ აქვს იქ აგაქვს წყარო რა დაფინანსების იდეები და შედეგი ეს მოსალოდნელია იმიტომ იქ მეტროპოლიაში მოვიდა მართვის ეშპაკი რა კი და ლომჯარია რომელიც იყო სახე უცხოური დაფინანსების NGO-ს უცხოური დაფინანსების აგენტის უცხოური გავლენების საქართველოში გამავრცელებელი ფიგურის მე მგონია რომ მასზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული და მოღალატეობრივი წინადადება საჯაროდ არ წარმოუთმავს არავის საქართველოს ისტორიაში, რაც იყო ლომჯარიას გაცხადებული ბომბები, ხო? ჩვენ უნდა გვიჩვენოს რუსთავაზეო ცეცხლის წვიმა, თვითონ არის რომელსაც ქართული ოცნება აი მაგალითად გრიგოლ გეგელია არის ეგეთი ადამიანი და ყოველთვის უშვებთ ხოლმე და ეხლა შემოუხდა და გავუშვით აუცილებლად ამ ქვეყანაში ბელარუსი არ გამოვა.
გასაგებია რომ ერთი წიგნია წავუკითხავ ცხოვრებაში, მაგრამ ვისაც წავუკითხავ კითხონ ასეთი ტიპის სოციალურ და პოლიტიკურ ქსოვილში და ქართველების სახელმწიფოში ბელარუსი არ გამოგივათ. ასე რომ დანიშნეთ ახალი არჩევნები და მოემზადეთ იმისთვის რომ მიბრძანდებით სახლში და ზოგიერთი თქვენგანი არა მარტო სახლში. აი შემოძმა გავითვალისწინეთ. ძალიან სერიოზული ეს ყალიბდება სოციალური ლილიპუტი, პოლიტიკური ლილიპუტი რა. უფრო ცოცარ ალეკოდ ვიდრე ცოცარი არის ალეკო. სიცოცხლის ეტალონი. კი, ალეკოზე ცოცარი უკვე რართული რაღაცაა, მაგრამ ეს ალეკო არის ორი გეგელია. ცოცარი. აი, ორი გეგელია. სიცოცხლის საზომი არის. აი, ამერიკელებს ხო აქვს ძალიან სასაცილო დათვლები რა, რომ ორი ფეხბურთის სტადიონის ხელა. ანუ არსებობს რა, სტრანად ითვლიან რაღაცებს. არა, ქართველებსაც გვაქვს ორი მარშრუტკა ხალხი ამოვიდა და როგორ არის? ხო, ან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ალეკო ელისაშვილი არის ორი გეგელია. ორი გეგელია, შეიძლება სამი. უბრალოდ ერთი გეგელია, არ არის არაფერი. ხო, თან ერთი გეგელი არის მინუს უსასრულო. ციგნების საკითხვა რა. ხო, და ვის ედავება ციგნის საკითხვაზე, რომ ეს უნდა მოსუარსებოს. და მიშას დროს უკრაინაზე უარესი არის, ხო? უკრაინა რა იყო და ბელარუსზე უარესი არის ხო ჩვენთან? რას აშენებდა მიშა? მიშაზე მაგარს ამბობს ვალერა გელბახიანი, გავუშვით. მე კიდევ ვიმეორებ ეს რომ გააკეთეს ერთი მხრივ სუდია მიშა ამ წელს გარეთ იქნება და ასე თუ ისე მე გავიცინებ ამაზე, მაგრამ მოდელი შეიქმნა მოდელი და ამაზე იმუშავებს რომელიც აწის მუდამ ყველა ხელისუფლება ამუშავებს ამაზე და გეშინოდეთ ყველა მინისტრს, ყველა პრემიერ-მინისტრს, ყველა პრეზიდენტს აბა თქვენი კაპიკები დავთვალოთ როგორ დაიხარჯა. დაუთვლია ამერიკა. მიშა წელს სვაბოდაზეო და არც ნაკლები წელს. ანუ გასაგებია მოხდება ვალერი გელბახიანი მოახდენს რევოლუციას და ანუ ესეთი აბსურდული წინასწარმეტყველება იშვიათობა არის. ვალერი გელბახიანი და მისი კოლეგა არა მასპინძელი აკუ ერთად მოახდენენ ასე თქვათ მიშას გათავისუფ გამოხსნას ზეთუნახავის გამოხსნას დრაკონის სასახლე. აი ესეც კარგია, თინა მოკუჩავა ამბობს იმას, რაც მინუსი ნიშნით უნდა გავიკოთ, გავუშვი. ჩვენ ყოველთვის ვაყენებთ აღნიშნულ საკითხს პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას, რომელიც მეოთხე წელია იდევნება იმისთვის, რომ მან არ ჩააბარა მტერს ჩვენი სამშობლო, მან შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფოს მაგალითი, შექმნა მიშა სააკაშვილი არის კლასიკური მაგალითი ადამიანის, რომელიც ჩააბარა მტერს. მთელი საქართველოს გადავჭდა, თუმცა პრობლემა არ იყო, ანუ ჩააბარა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას აღორღად ქვების გროვა, ხო, მაგრამ და ნუ ანუ კაი, მოდი წავიდეთ რა, მიშას საქართველოში მაწვნის და არაჟნების კონტეინერით შემოპარვის მიზანი რეალურად რა იყო? ხო? ეს იყო პირველ რიგში ჯერ ერთ-ერთი უკრაინის სადაზვერო სამსახურის მიერ აღსრულებული შემოპარვა, იმიტომ რომ მათ ჯერ თუ გამოეპარათ ბარაკალა, მათ ვაჟკაცობას თუ ეს რა ქვია, თავიანთი ჩინოვნიკი გამოეპარათ საზღვარზე. არა, ლორდკიპაიძემ ეს იყო უკრაინის ხელისუფლების დივერსია. ხო, მაგას ვამბობ, იმიტომ რომ ეგ გაიას და ლორდკიპაიძე არის დღესაც და მაშინაც იყო ძალოვანი, ლორდკიპაიძე დაუკავშირდა იმ ტიპს, ვინც დახვდა მიშას და ლორდკიპაიძე როგორც უკრაინის ძალოვანი ხელმძღვანელობდა მის გამოპარვის ოპერაციას. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვლაპარაკობ. კი ბატონო, და ანუ ეს ამის მიზანი რა იყო? ომამდე რამდენიმე თვით, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვით ადრე. არეულობის ანუ ამის მიზანი რა იყო, რომ საქართველო, რომელიც ალბათ უკვე მაშინვე იყო განსაზღვრული მეორე ფრონტის სივრცედ, რევოლუციური წესით უნდა გადაბარებოდა ისევ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც შემდეგ რასაკვირველია პირველი ბრძანებისავე მეორე ფრონტად აქცევდა ჩვენ ქვეყანას. და ამის წინააღმდეგობა აღსრულდა რეალურად. და მიშას კიდე მე ყოველჯერზე გავიმეორებ იმას, რომ მიშას იმის მეათედიც არ მიზღვია, რაც მას ეკუთვნის რეალურად. და რაის საზღვრის კვეთა და რისი ელიტური კორუფცია. რაზე ვსაუბრობ, საერთოდ კაცმა შექმნა ჯალათობრივი, წამებლური, კაცის გამაუპატიურებელი სახელმწიფო სისტემა და დღეს
ну кай დედამისი გამოზე დავით აღმაშენებელს ეზახებს ეგ გვერდით გავდო ოპოზიციური სპექტრი ამას რომ ეს არის პოლიტპატიმარი. ხო, სიგიჟე, სრული სიგიჟე. და ბოლოს მინდა დავასრულო ინფორმაციით, რომელიც არტოვებს ფეიკის დაბეჭდილებას. იცით რომ დევნა გვასალია დაინიშნა კრეატიულ დირექტორად გუჩიში და გუჩის ფლობელმა 3 მილიარდი არა, ნამდვილია. ალბათ ცოტა პედოფილური სკანდალიც მიეხმარა ამას, ну, გუჩის მან იდეაში გუჩის ბრენდს შეიძლება ბრენდის აქციების ფლობელებს შეიძლება არ მოეწონათ ის ხედვა რაც ბალენსიაგაში. მე სხვათა შორის მოდაში ვერ ვერკვევი და უბრალოდ ინფორმაციად უნდა მივიღოთ ეგ რა. მან იდეაში იქინა გამომდინარე რომ ბალენსიაგამ შექმნა ეს ტრეშ ტრეშ მაღალი მოდა და იქინა გამომდინარე რომ გუჩი არის მაღალი სტანდარტის ბურჟუა, გუჩი არის ოჯახი. ანუ ამის იმდენად შეუთავსებლობა არის, რომ სანამ რაღაცა პირველი კოლექცია იქნება, ხო, ძალიან მოსაუწელი არის, რომ აქციები და უსურვებ წარმატებას დემნას, მაინც ქართველია და ნახოთ რა იქნება. ჩვენ ერთმანეთს ხვალამდე ვიმშտობთ, მეგონა ხვალ გური იქნება, ხო? კი. ნახვამდის.